მე ხლა არ შემილი ერთი სიტუაცია, ერთი ამბავი არ მოუყვეს სიმღერაზე ქარიქრის. მოსკოვში ვარ, მოსკოვში მუშაობ. საელჩოში და ირეკე ბაზარი და ჯემო გოგიდოლიძე გარდაიცვალა. აუ ეს რა მითხარიო, მე მგონია ღმერთმა დიდხანს ამყოფოს თეატრცოდნე გოგიდოლიძე, კინომცო. ჯემო შენი გოგიდოლიძე გარდაიცვალა. სანა მანანას და ცისანას ჩავკეტავდი ცალკე ოთახში, იმიტომ რომ ბღავილი ქონდათ ამათ, იმ გოგი იყო ჩვენი ძალიან ახლობელი. თვალცრემლიანი ხო ვერ ხედავ რას იღებ. ქართული კლასიკის კრებულები მქონდა წაღებული და აი ესე ავიღე რაღაც. დავინახე გალაქტიონია. გადავშალე ქარიქრის. დავჯექი სიმღერა გავაკეთე. სიმწრის. იქ მოსკოვში ხო? მოსკოვში. დაურეკე გია მაჭარაშვილს. გია შენ თემური და მერაბი დღეს მხვდებით სიმღერა მომაკ. იქვე არანჟირება გავაკეთეთ, იქვე და ღამის 12-ის ნახევარი იყო. ზასულიჩის ქუჩაზე ნიკოლოზის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან. ვიცი კაცო, ვიცი. მაშინ არ იყო ის ციფრული რაღაცები დღეს რო გვაქვს და მანქანაში ჩავდეთ კასეტა და ეს კასეტა გაჰკიოდა ქარიქრის თელ უბანზე. გოგი ვერ მოესწრო ხო ამ სიმღერას? გაზაფხული შემოსულა ლენს. არ უმღერია ხო? არა. ეს მე ქართულმა ხმება მერე იმღერეს. გოგი ხო, გოგი, გოგი და წინა დღეს მეგობართან ერთად მოდიოდა ხილიანზე, კაცო, როგორ მენატრებიან ჯემალი და მანანაო. ეგ როგორ აქნა და გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო, მე როგორ არ ამღერო თუ აპატიეო. მეორე დღეს გოგი აღარ იყო.